აპრილის სათვალე. Ამონას დავარქმე. 360 ამონას დავარქმე. მე ჩემს გოგონას. ეკნება მასავი. აბა შენი აზრით რა უნდა ავტორს რო ეთქვა ამით რომ თამუნას დავარქმე ჩემს გოგონას ეკნება ას მაგარი არის იჭროებენი ქალები მამა მომღერალი ხავს ავიდა ტექსტი მითხარ წესია და მამიკოს არა თამუნას დავარქმე მე ჩემს გოგონას მე ეკნება შავი თომალები ხო და რა უნდა და რას ის თქმა უნდა იყავდა 4 ეთყვა და გოგო უნდა კარგი ეგრეა მოკლედ გიტარა შენ თქვი სხვათა შორის რომ ღიპი გიჩას ღიპი არ ჩას სხვა შორის წერს კაცო რა გინდა აღარ აქვს ღიპი აღარ აქვს ჯიგარა ბაბოს ადექ აიწიე არა ძმაო დედას გეფიცები ნოდარ მაგარ ფორმაში აუ შენ ბიჭო ყველაზე კეთილი ტიპი ხარ ჯიგარი ჩემ ხვდა და უფრო ისე იყო რა მე ჩემს ერთ კინეული იმიტომ რომ მე ხოლ ორ თვეში ვიკლებ 10 კილოს და მე ვიმატებ 15-ს მალე იკლებ ესე იგი და მალე ბიჭო ეგრე თუ ამბერე მაშინ ძალიან ცუდია პირიქით უნდა გააკეთო 15 დაიკლო 10 მოიმატო დიმა მითხრა დღეს მომცა უფლება რომ გახდება ვაგრძელებ ყველაფერი არ ხდება შენი წარბები გახდება აი ეგრე ეცაწერო მაშ არა კაი მიდი მაშინ დიმა მითხრა რომ აი პირველად მითხრა რომ ის არის რა ქვია აიო შენი კოლეგაო ერთი სფეროს ხარ და შენ წარადგინე სტუმარი პირველად მომცა ამის საშუალება და გიგი დედავამაზიშვილი კაცი შემოქმედება ჯიგარი მართალი მე გიგის წინააღმდეგ ფეხბურთი მითამაშე და მახსოვს და გიგის არ ეწყინა გიგი ერთი და მეორე ვამბასტენი არა ერთი ბენქსია მეორე ვამბასტენი რა ეხლა გიგი იმდენი მიცინე გულწრფელად გეუბნები კაბერის წინავ პოზიო რო ვინც ვიცნობს იცის ეგა ის რა ქვია და ვინც არ ვიცნობს მაგდენი ვეტყვი რომ არ ვიტყვები მაგდენი მე არ მიცინე ეგრე საყვარლად ტიპი ფუტბოლს თამაშობს მე ეგრე მე კარში რო დაგერტყა შენ ძმობას ფიცავ რუეჭველი გოლი გამივიდა ნოდა ის დრო წავიდა რომ ყველა ფეხბურთს თამაშა არ არის აუცილებელი რომ ყველა ფეხბურთს თავის საქმე გააკეთო რა ყველა მისწავლო თამაში ეხლა მიდის ბაზარი ფეხბურთს ძალიან უყვარდა დავდიოდი სხვათა შორის ცოტა გამოგჩა მე მგონი ვისთვისაც ვარსებობ და ჩვენ მაყურებელს მინდა მივესალმო ლაილაის მორიგი ეპიზოდი გახლავთ და სხვა შორის მადლობა მინდა გითხრათ იმიტომ რომ წინ მივდივართ ეხლა ხო არის ჩვენი მიზანი რაღაცა 20000 ეს ისე არის პირველი ეტაპია თორე ჩვენ 100000 გვინდა და მე მეც და ასე შემდეგ და გიგის დაგვეხმარება დარწმუნებული ვარ მარტო მაგკრიტერიუმით არ შეგვირჩევია ეხლა რა თქმა უნდა მადლობა რომ გიყურებთ მადლობა რომ კარგ რაღაცებს გვიწევთ და ჯიგრები ხართ აი მან რო თქვა რომ 20000 რო შესრულდებაო რაღაცასო იმას ვიზაო არ ვიცი ეხლა იქ წერს ხალხი რომ წინა იმაზე მესვა მანჩესტერის მაიკა ამ ბედკრულების ამ ბეჭავების სამათი რა იმ დღეს კიდევ თქვი რომ აი ბოლო შანს მივცემ უყურებ მეთქი და მითხრეს რომ ერთ-ერთი დავთორდებაო და რატომაც დავიჯერე და 2-0 წაა ეს ბიჭო კრისტაპალასთან და ის რა ქვია იცი რა ხელი გაწია ხელი თით ჩაწე უზრობა შენ ის რა იცი ეს არა არია ეს კიდე ეს ბიჭო ცაგარელი ყავდა და ხშირად უყურებდა დიმას და ესე უშვებოდი რა ხელს ნუადებ ცაგარეზე ხო იცი რა დაწერეს არა ესე უშვებოდა ბიჭო ცაგარეზე იმ ხო შეიძლება რაღაცა გაიგებდა და იმას აქ ესმედო პლანშეტი და ჯოკოვის ალკარას უყურებდი რა და ეს როდის არის დაბადებული და ხო უთხარით მან ყველაფერი გასაგებია და გორგარს მეგობრებო მითხრა ბოლოს ხაბარის რომ წელსო ბევრ ფულს იშოვიო და იმის მერე ველოდები სახში როგორ შევედი მას ჯერ არაფერი დათავრდა თქვენი უხჭერი ცხოვრება ხო მაგრამ და იანვარია თებერვალი დასაწყისია ჯერ ახალი ის არის მეგობრებო დავალაიქოთ ეს ვიდეო ნახავ მეგობრებო დავალაიქოთ ეს ვიდეო გამოვიწეროთ ჩვენი YouTube არხი ლაიქი არ დაგეზარდოთ ჯიგრები ხართ მართლა კარგად მივდივარ და დიმა ირლანდიურ პაბში ვიყოფებით ეხლა ჩვენ სადაც კოსტავა 77-ში კოსტავა 77-ში ყველაზე მაგრამ მოგვეწონა ეს არის ირლანდიური ვისკი ბაცებული გიგი არის დღეს მანქანის გარეშე ირლანდიური ყავა ხო ვისკი კი არ ვისკია ვისკი ახალია და გიტარით არის და უმანქანოთ აბა ამიტომ დოდარს აქ ვალდებულება რომ იქნებ ერთხელ მოხდეს ის რომ ვინმე ცოტა მაღაზე მეტი დალიოს დღეს რა ხო და სეტანტა ჯიმშერის ეზოში შენი ძეგლის შენებლობა დაწყებულია დაწყებულია და უნდა დაიწყო მე აქამდეც ველოდი უკვე იმდენს ვსვავდი და ხო და რა თქოს იცი 20-ზე თუ ახვალთო 20-ზე ის არისო რა ქვია დიმამო გამოაქვეყნოს ნოდარის კომპრომატებიო რაღაცა ვიდეო კი კაცო ბევრი ვიდეო ავარჩევ შენ ასე თუ არჩევ ეგრე ჩემი ნება სენიორ არა ისეთი ვიდეოები მე რა სიტყვი მაინტერესებს აუ ეს რომ მოვიდა ხო იცი ეს კეთილი კაცია ამას ბევრი წლებია ვიცით კეთილი კაცი მოვიდა და ბიჭო როგორ დაიკელე აი თუ გინდა რომ ნოდარის მადლი მოისხა ეგ უნდა უთხრა და
ნუ ავი. შენ შეზლონგებს მიხედე წარმოს. მართლა ჯიგარი ხარ. არა, თუ გუნწელი. მეგობრებო, ჩვენი განუყრელი ამიგო, ჩვენი ძმა და მეგობარი ჯიმ შერი. პირველი ქართული ვისკი. ჩავარაკრაკებ, ეხლა დიდი სიამოვნე. ვითომ ჯერა შეგირეკრაკები რა. ბაბა, ძალიან კაი ვისკია საერთაშორისო. ხო, შენ დასინჯული ქონდა. კი, ბევრჯერ მაქვს დალეული და მართლა კაია რომ ქართველებს გვაქვს ეგეთი ვისკი. ბიჭო, კი, მე ხადა. ხო, სიმბოლურად საჭესთან კი ხარ. აი, რა არ ვიცი ტარება მე. ხო. ой, მართლა? ესე შენშიც არა, როგორ ჩემში არ ზის მანქანა. შენც არა, ხო? არა, ვერ. მე უნდა შემოვიდე შენში, არ ზის ჩემში, კარანი და რარო. აბა ეხლა როგორ ახარ? მოდი ტრადიციული კითხვა რის თქმა უნდა და ავტორს მაგრაზია. მაგრამ შენ ხო შემჭამე დღეს არის თქმა უნდა. ხო და ხო მითხარი რომ 4 ბიჭი ყავდაო და ეხლა გოგო ეყოლა. თამუნაზე. თამუნაზე ხო, აბა. ამას გონია ეხლა რომ ის რო თქვა, ის ხალხმა უკვე გაიგო. ისე კარგად არის. რატო არ გავიგო? ის ჩაწერილია ფირს. რადიოს დაიყენეთ მები? კი. რა შრები, ვიცი რომ ჩამოფრინდი. აი ეს ადგილი დაუნაეздეთ ერთი რა. მარე კამშიკ. რაუ. უგაიში ვიყავით და უკეთ კონცერტი ჩამოვედით გუში. ხო, ქართველები. ბევრი ხალხი. ქართველები იყვნენ სხვათა შორის. კი, 400 ბილეთი გავყიდეთ. ო, ხოლმე ძალიან კაი. აი ბიჭო, ხო გითხრათ საგარელმა დაგიწია, რა გინდა? ეხლა ვერ გავიგე შეკიდე და დაგიწია და რა გინდა? დაგუმერდეს ბიჭო. გენაც. რა ვიცი, გიგი მე ის რამე და რომ აი აქ ყველაფერი დამშვიდეს, დასნარდეს რა, იმიტომ რომ ეს ღვიძლი გინება, ბოროტება, სემატება, ესენი უნდა დავამთავროთ რა და შენ დაამთავრე ჯერ იქნება. ისე რამდენი ხანი არ მიცემ ხაში. კონცერტიც იქნება. რავი, ერთმანეთი უნდა რაღაცნაირად გავიტანოთ და რაღაცნაირად უნდა გონსპოვებოთ ყველა. გიგი, შენ გუნწფელი კაცი ხარ და ეგრევე. ეს მაწუხებს გაიგე და წამოწამოწდა ეხა თორე ამ ფორმატში ვცდილობთ რომ მაგაზე არ ვისაუბროთ. ხო, მაგრამ რო წამოგწდა ვიცი შენ. მე. კი, აი ბიჭო, უნდა რომ ჰაუ თქვა და ბერის. ხო იცი რასაც იწევს და აი მითხარი რა კალათბურთში მოუგე 10-ით 9. ტიპი არ არის. აუ, თებში ზოი. არ აღიარე? არა, არა, მომისმინეს მაო. მე 10-ით მომიც მომიგე. რა, ის არ არის ვიდეოფილი, არ არის აღბეჭდი. უბრალოდ გიგი გუწფელია და ჩემ ან წადი და პრესეს მიმართე რა. იქ რა ხდება თეატრში? გვაქვს სიახლეები? კი. მალე გვექნება პრემიერა, ჯერ არ შემიძლია თქვა რა. რა სპექტაკლი, მაგრამ მალე გვექნება პრემიერა. თითქმის რა შეც არის შოუებია ყველგან ხო? ყველგან. კი, ჩიკაგოში ვარ, მამამიაში ვარ. ისა, შენ 15 წელი თეატრთან კავშირი არ ქონია. ხო და რამ განაპირობა, ეხა ვიცი, ეხა ეგ ჩიკობავა და ჩვენი ძმა და ამბავი მოგესალმები. რაც მოგესალმები და ორივე შენ ძმას. ბაკურს განსაკუთრებით. დიმა უფასოდ გვიშვებდა ხოლმე თეატრში, სხვათა შორის. კი. რატო რა იყო თეატრში შეეწიო 5 ლარი გადაიხადო ბილეთში? აი იცი. 5 ლარი კავკასიაში უნდა დაგვეხარა. გადაო 5 ლარად მოდიოდა სახელმწიფო სახელებ რეკლამა გამოვა. ძეხვი. მაიონეზი და თონის პული. რა რეკლამა გამოეგზეხვი აღარ გამოდის შემკოდარო შენა. ზეგი კალბასის სახით ბიჭო. და პირადობით ვჭრიდით. შენ რომ ეწეს ხადა? შენ რომ ეწეს? 86. 86-იანი. ბიჭო, ეს ჩაპატარებული. ერთი წლით უფროსია ჩემზე. მე ვარ 68-იანი, ბიჭო. ხო და ფეხზე ადგომით მელაპარაკე. ფათაშორის დამატებით ხო იანვარში და კაპიტანას მინდა მივესალმო ჩვენი ბერძენი ძმა რა, ეს მაჩუკა რიტა ეგონა ხომა რო აწერია. რიტა წაიკითხა და იყიდა. ეს თეთრი რიტა მომეცითო უთხრა. თუ უყურებ და გაბრაზდები კიდე, ჰაი აიცენა, კახელი ბერძენი ჩვენი ძმა. მადლობა. ხო და რა ხდება მართლა? თვითონ აი უკვე გაიხანია, ხო? დაუბრუნდი. ორი წელია დაუბრუნდი და ზალიკომ დამობრუნდა რამ. ზალიკო ჯიგარი. ძალიან. ესე იგი თეატრში გვიშვებდა უფასოდ და ეხლაც დაგაბრუნდა. ეხლა დამობრუნდა ჯიგარია თეატრში. ძალიან. ეხა უფასოდ არა იმედია. არა, სხვა. იქეთი ხდია. ხედავ რომ როგორ შეიცვალა? შენ აი ამას რო დავენახე, ეს ყოფილიყო რუსთაველის თეატრის აუ ნეტა მაგდროს ნეტა ჩამევარებინა იქ რა. მათხოვარ და რაღაცებს მეძახდა ბიჭო. რა მაგარი იყო? ბიჭო ხალხი მე ლანდრას მაგის მიაწეკით გამომწერებოდა ლაიქი. თეატრალურს აი ძალიან მაგრამ ახსენდება, აი ეს ურთიერთობა რაც იყო რა, აი ნოდარი ჯგუფის რატო ანდღულად ჯგუფი იყო, ნოდარი ჯგუფი და ჩემი ჯგუფი იყო, ნუკრი ქანთარია ჯგუფი და აი სულ იცი რა ხდებოდა, აი ფეხბურთის თამაში და აგერ ახსენა რომ მე ვიყავ ძალიან სული მოთამაშე. ძალიან საყვარლად დარბო. აი მაგდროს რა ვაფშე რაღაც სხვა იმიჯი. კარში იდგა ძალიან მაგარი. კი, მოიქნა ფეხწვება. ისა. არა, იმიჯი როგორ იქონდა მაშინ? მე მახსოვს ეს პირველად მე რომ ნახე. ნიჭიერი ბიჭის იმიჯი და ძალიან. მართლა. იმიჯი კი? ისა, უკან კიკინე ესე შეკრული ქოდა, ატლეტიკოსმა იქით კომენტატორში ვნახე პირველად და ხრიალებდა, მე დავაწყობინე არის მეთქი ბიჭო. დიდათ ეხა აზრი არა მაქვს შემსვენი და მართალი ლოგიკა. მე მაქვს შენზე შესწავლილი. სხვადასხვა ხალხმა იმ დღეს რაღაც დააკეთა და წერე რომ მიდი რა ნოდარი გაუტრაკე რა ცოტა რა არის. არაფერი ჯერ ეგერთიც არ მეშინია და უკან არ ვიხევ.
იქ ცეკვას რაღაცა ჩააბარე. სიმღერა ჩააბარე. სიმღერა ცეკვა, მე ბალეტი გქონდა. ამა შენ ჩააბარე სიმღერა და ცეკვა. ვიცოდი რომ აქეთ მიყავდა რომ არა, გეკითხები რა. რითმის გრძნობა ჩავაბარე, სიმღერა ჩავაბარე, პროზა იგავარა კიდე ლექსი. ხო და რა იყო, ნეპოტი ჩააწყე თუ როგორ ჩააბარე, შეჭემა ცეკვა იცი? ცეკვებში მეოთხე ფინალში თან გავიდა ბიჭო. ოთხეულში გავიდა, ხო არ გადაო. ეგ ეხლა არ მინდოდა მე თქვა მე ბიჭებს დავალებული მქონდა და ბუსტავდით რა ძმაო. ამას არ ჯეროდა და ეს სანცუდ რაღაცა. მართლა დაიჯეროთ. ერთი გადაცემა, სადაც თქვი რომ ვერ მოვალ თქვენ იყო ცეკვა. რატო ხო ცეკავს სცენაზე დო? აბჭი იქ იცით ცუდად რა. არა ის რაღაც პროექტი რო არის შენი ხმა თუ რა ქვია? იქ ხო რაღაცა ნომერი ხო გლიძე დო. ეგ ნანახი მაქვს. აი ხო ჩემზე ცუდად როგორ შეიძლება ვინმე მიცეკვოს. არა ძალიან ცუდად ცეკვა და რა ის კომპლექსი გახორე. გაკვირით მითხრეს რომ აი ცეკვანორსტებში ხო არ იქ რა წლების წინ რა და აი ვიფიქრებთ კიდე ესე რო თქვი ჩემ მეგობრებს შევყავ თქო გიგი ძალიან ხარი მიხვით. არა ცუდი მოცეკვა. ბიჭო ხო მაგრამ მან ხო შოუს მომენტიც არის ეხლა რა მე მგონი რომ მიხვიდე რა. აი ბიჭო მე მივედი და ამას ეუნებიან მოდიოდა ამ ფეხი მქივა. ეს ისბაზე მეტყველებს რომ შენ წინდის ნამხი პრობლემები და შენ ისა ყველაზე თავარი თემა. ეხლა უყურე აი მე ახლა რა დღეში ვარ. ეხლა უბრალოდ დღეს ეს რიტა ჩავიცი. პუმა რა. აი ეს აი ეს გააკეთეს საათი ასოცირებული იმ ბრენდთან ხელშეკრულება დადო ფედერაციამ რომელიც ფინალის ლიგის ფინალზე გლაზგოში წარმოიდგინე რომელიც წელი იყო დაგოგლეი არ მახსოვს 2002-ია გლაზგო გახსოვს აი მაგ დროს ვიყიდე წარმოიდგინე ამ ბრენდის ჩემპიონთა ლიგის და ეხა ეს რო გამოჩნდა ეხა ესენი ერთია მე ანუ სად მივდივარ ეხა ხო ხვდები რა წეგან ჩავრთე ისა და თუ გინდა კიდე ჩავრთო სერვერები თუ გინდა გამომღები რანაირად გაარტყი ისე მაგარი როგორ აიტასა ხალხო მარტო იმაზე არ იყო იმ მომენტზე არ იყო კაი ის არის აი რაღაცა პოზიტივთან ასოცირდება ხა ის დღე ჩემთვის დღემდე ხო გეუბნები ხა იქ კიდე მაგითი ვცოცხლობ და საზდოობ რომ მე როცა უკვე ამასაკში მგონია რომ იქ არ მოხდება უკვე არაფერი და სულ რო დათქუნული ხარ და აი მთელი ჩემი ახალგაზრდობა და შეგნებული წლები სულ რო ვაგებ და რაღაცა და ამბავი ხვდები რომ მიდიხარ რამდენჯერ მითქია რომ ჩემი ეს დრო თუ წავიდე მე აინც ხომ მიდიხარ და ის გზა ცუდად მახსენდება და ეგ იყო და მაგითი ვარ კიდე მოდივარ აი რა ვიცი ეხლა პიჯაკიც ამაქვს შეკეთილი პიჯაკი აი პიჯაკი იქნება ცოტა ხანში ეგ და მეჯვარე რო იქნები ჩაიცვი მე რა ყველგან ჩავიცო რა ხო რო აი მამაჩემს დავყავდი სულ აი 3 წლიდან აი ბაბუაჩებს დავყავდი და პირველი ფეხბურთთან ჩემი ესეთ შეხება იყო მიშა მესხის გასვენებაზე ბაბუაჩი მეგობრო და მიშა მესხთან და მაგრამ ახსოვს ძალიან პატარა ვიყავი რა და ბაბუაჩი ამითხრა რომ შვილო წამოდიო ერთიო ჩემი მეგობარი გარდაიცვალაო ძალიან დიდი ქართველიო შენო კიდე გაიგებ როგორი ყავხელა კაცი იყო და უნდა წამომყევო და წავედი დინამოს სტადიონს და ეს მახსოვს ფრაგმენტებით რომ მიშა მესხი გამოსეს ბადეკაჭის რაღაც და აი ბავშვობიდან აი ბაბუაჩემის მე მამაჩემის სულ გავდიოდი და ბიჭო სულ ვაგებდით რა. ეგ იყო რომ მივდიოდით ეს გოლანთებულები მოდიოთ ვაგებდით. ნუ ეგ ნაკრები უფრო დინამო არაგებდა მაგრამ დინამო არა ხო დინამო არა. ხო და აი ეხლა სად არაგებდა დინამო? არა მაშინ და დინამოზე გეუბნები ყიფიანის 90-იანის დინამოზე ამბობს მე ჩემს თავს დავედი ხო და აი მე აერია ხო ეხ არა დინამო ასე მოდი ამას გიგის და მე ის გვახსოვს არის ასრულდა ოცნება დინამოსიც ყველაფერი მაქვს ბიჭო ბურთი მაქვს და რეტრო მაისური მაქვს მოედანი უკან გაქვს აგერესა რა მოედანი შეიძლება მე დინამოს ვარჩევ ყოველდღე უყურებ დიგოს პასში ცხოვრობ პირდაპირ და მეზობელი ხარ ესე იგი დიგოს მასში ხო კი მან დავიბადე მან გავიზარდე კი ყველაზე ფუტბოლნი. ეხლა სიმღერაზე გითხარი, აი მართლა, როგორ ვისთან ერთად ჯექი, როგორ მოიფიქრე, სად დაწერა, აი რანაირად და სიმღერა იყო გიტარა მანახე თუ შეიძლება. გიტარა. აი. ეს სიმღერის რაღაც ჩანაფიქრი მქონდა. რაღაცა რაღაცა მქონდა და საქართველოზე გვინდოდა გავუკეთებინა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებულები, გვინდოდა, არ გვინდოდა, რაზე მიგვეძღვნა, რაღაც და იმხელა მარტში რო გავიდნენ ბიჭები იმხელა აი ის იყო რა ქვია ემოცია რომ აი დედას გეწევი იმ დღამესვე ავიღე გიტარა და ეს სიმღერა გავაცოცხლე ეგრევე თუ გინდა გამომღები თუ გინდა გამიშვი ზაც თუნდაც ავიღერა ვეცადოთ რა გვიშლი ბევრი მაქვს მოსაყოლი პატარა ამბავი ხალისი აი ხარ შეხავს აი სიტბუკი აქ არის
საქართველოა გაჩერდიზე კაია დიმოა საქართველოა საქართველოა არა ბიჭო წაიღო და იქა მე რო ბუდოს მიკროფონი არ მივეცი იქაც ეგ იყო ჩართული ძალიან მაგარითი იყო არც შავგვინოში დიმასარბები პანავენ აი როარ ყავისფერი როარ ჩამერდო გამოზვი წარმოები გახდა რა ვიბუტავ მე ბიჭო ერთხელ მოტოციკლით მოდიოდა კასკაზე ჩამომეწია ესე რა ვხედავდი გადაემა შავგოგია ადრე ხო იცი ბავშვებში რომ მიტყდებოდა რა წარბი და რა მე უკვე რო გაიჭდა რაღაცა ისე ყური რაღაცა მომიწია და პირველად რომ შევედი რომ გამოვიდი გარეთ მეგონა ყველა მე მიყურებდა გიგი საერთოდ არ არის პრობლემა როგორ ხედავ თან ესთეტიურად ტელევიზორში რო ზიხარდო ეხა რავი ქვევრში რო არის შავგოგია როა ქვევრში აი ეგ არის მე რო მოდის ხო იცი შავგოგიას მაგივრად თრამე სხვა რო იყოს აი ხო ნავხადოთ კიდევ ერთხელ ფარდა შავგოგიაზე შავგოგიას მაგივრად სხვა რამე რო იყოსო და უკვე ხო ხდებოდა გამოგვიწერეთ ხო ვცდილობთ რომ მაქსიმალურად კარგი გაწყობა შევიქმნათ ჩვენ შეგიქმნათ თქვენც და ესეთი ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად დაწუნებული ვარ და ჩაზილება ვისი გულშემატკივარი ხარ ისე ნუ მაინტერესებდა გუნდებში მე ვარ საქართველოს ნაკრების და დინამოს ო რა აი ძალიან მაგარი მიდგომაა მე მანჩესტერის ვარ და ხო იცი აი ტიპობა იცი აი მე ახალ აუ ის იმ ბიჭმინდა უპასუხო წინაზე რომ დამეწერა მაიკა გითხრა ერთმან არა მაგ კონკრეტულმა ისოს ვერა მაგრამ რაღაც სხვას კი პრობლემა არის და ზიდანის 25 ნომრიანი ნიუტოს მაესტრო არ მინდა მადლობა მე მინდა რაულიშვილი და 100 ხინკარი შეჭამე ჩემთან უდორმო 20000-ზე რო ახავ ვერ ვიზავ 50 ჩენ რატო არა შენც არა დამასწროაზე ეგ უნდა მეთქვა აი აქ დავждე არა ბიჭო ერთად 30-30-ს შეჭამ და 10 კიდე შევჭამ რა ანუ ესე ვერ შევჭამ არა ბიჭო ნობა შირდება ბაზარია არა აი აქ რო იყოს მაგალითად არა ესე შეგვილია ამათაც გადასარევი ხინგალი აქვს არა ეხა ხო კი ბიჭო ხინგალიც აქვს და რავი მენიუს გაგასვათ რა პატივი ისე აქ ერთი კაი თამაში საყრებად შეიძლება მოსვლა სიამოვნებით იმ დღეს ატყობ იმ დღეს მოდი ლიგას უყურებ და მე არა პრინციპში გვიანარი აქ აღარ იკეთებ თაკეტილია აი ეს ამტეხავს ამან თემს სულ ესეც ბიჭო წავო დღეს დავლეთ ხო კაი წავით ბიჭო გამახსენდა დღეს ისინი ნუ არ ცხენ ცოტა შეისუნთქეთ ეხავს კარაფერს გიგი შენ არ აგაკ შენ არ გაკ ბოლო ორთვეში მომემატა აი საქართველოს ნაკრებს და დინამოს კომაგობ ხო და აი რამდენი ჰიმნი დინამოზე მithumedes ხო არ მაგარი ჯიგრული ჰიმნია და წარმოიდგენდი რომ აი მაგას ეს შეიძლება რა ნაკრებზე სიმღერა რაღაც მეც ვიფიქრე რომ რაღაცა ვისულელო და რაღაც დავწერო მაგრამ ესე რომ ხალხი არა არასდროს და აი ეს ყველაზე დიდი შეგრძნება იყო რომ როცა სტადიონზე ჩართეს ეს აი ცრემლები წავი არა ბიჭო ეგ ხა წარმოდგენილი მაგ შენთვის რა არის ხო ავტორისთვის დორტმუნდში ხო ვიყავი იქა ბიჭო კიდე რაღაცებიც ხო დაიწერა იქ ახლა მისა კაი რა ახლა ყველაფერი აიტაცა ბიჭო აი ისეთი თემა იყო რა ქვია რავი ყველაფერი ეს ღაპრის ბოლო კეთილიაც კი აი ისეთი გახდა გაიგე ხა მაგაზე ბევრს რაღაცა აქვს აი ღაპრის ბოლო რატო და რაღაცება იმ მომენტში ღაპრის ბოლო კეთილია კი არა რა ვიცი ზმაო ხალხმა სვირინგები გაიკეთა და იმითი მოვდივართ კიდე და ეს გუნდი ყალიბდება კიდე უფრო მაგარი გუნდი გვეყოლება მალე რა აგერ კვარა ეხა PSG-ში გადავიდა გუშინ ჩვენ წერთ დღეს ამ გადაცემას გუშინ გამოიყო თასზე თამაში და მესამე თამაშია რა ეხა ჩვენ მე მაგალითად უყურებ და აუ როგორ ვერ რა ყველაზე მაგალითად შეფასება დაუწე ანუ ჩვენ სხვა მოთხოვნა გვიჭირავს ბიჭო ენდრიკთან ეხა კვარას ვიცნობ რა ვიცი რა რომ აი კარგი გაგებით არის ჩაკეტილი ტიპი ფეხბურთზე არის შეშლილი თავი ცოლზე შვილზე და ისე კარგად იქნება ყველაფერი. აი ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ამან იმხელა საქმე გააკეთა უკვე. ნაპოლის ჩემპიონობას არ ამბობდა იქ რაღაც კვარადონის. ქართული ფეხბურთისთვის გაჭრა რა. ეგერ გოგლიჩიძია და წამებში რაღაცა მემპოლიმ ცოტა ფული მოუმატაო. ბოლოსო თუ რაღაც პირობა შეცვალაო და ეხა ვიზეა ლაპარაკი. რომა, იუვენტუსი, მილანი იქნება ეგეც ზაფხულში ეგეც გაკეთება და მაგარი თაობა, აი რაღაცნაირი ტიპებია. იკონტაქტია ბიჭებთან, მაგის მერე პირადად ვინმესთან რაღაცა. ეხლა ჯოხდი ბიჭებს ძალიან გამეხარდა.
ერთხელ შევხვდი, როცა აღნიშნა იყო, რომ ჩამოვიდნენ და აღნიშნა იყო ჩვენთან თეატრში. და სურპრიზი გავუკეთეთ ეს საქართველოს. სურპრიზი გავუკეთეთ საქართველოს მიმღერე და მე ცოტა შევაწუხე, იმიტომ რომ ჩემაშვილო მითხრა რომ სახშიო ავტოგრაფის გარეშე არ მოხდა. ვაიმე, იგი იმ დაჯილდოებაზე. ხო. მე ხო ჯერ ბილეთი ავიღე და დავაქსეროქსე ფერადი. ხო. იქ დავდე მაისური მქონდა წაღებული და მილიონი ხალხი მთხოვდა და ხვდები ახლა მოთხოვნა არის. ვაგერ ნაკრების მაისურები, ბავშვები უკვე რომ გაიხედო ქუჩაში ნაკლები აქცია წყალუნდების და მეტი აქცია ჩვენი. მეტი აქცია ჩვენი. ეგერ ამ ჩვენ დინამოს კაცო რო ლაპარაკობთ ეხა კი გასაგებია რომ პრობლემები აქვს დიდ პირველ გუნდსთან აკადემია გადასარევი და მაღაზია ფანშოპი არის ეგერ იქ იძრება. ხო, დინამოში. ვაგერ გამიძრის არის. ვაჰ, წარმატებული. შენ თამაში ნანახია? როგორ დავთვალე ჩვენ ფეხბურთთან ურთიერთობა? ძალიან მიდოდა ფეხბურთელობა და ეს ეკიპირება ყველაფერი ნაყიდი მაქვს, დავდივარ ჯერავაზაზე დავდიოდი. მერე დავდიოდი ლოკომოტივზე და ჯერავაზზე დავდიოდი, ლოკომოტივზე დავდიოდი და ლოკომოტივზე რომ დავდივარ, სწორედ მეუბნება რომ აბავ ეხლა ჩვენო ფინალი გვაქვს დინამოსთანო და ძალიან დიდი ამბავია და სახში მივედი და მამა მეუთხარი. მამაჩემ ფეხბურთი წაიყვანე ხალხი ხალხურებოდა. აი ხო და მამაჩემ წამოიყვანა ზმაკაცები შეუკვეთა სუფრა. ჩემი შვილი თამაშობსო. მაშინ ვიყავი 10-12 წელი. მოგეჭარა თავი ბიჭო? არ მათამაშა. მამაჩემი მოვიდა ზმაკაცებთან ერთად. სუფრა შეკვეთილი და ეს მეუბნება მწვნელი რომ შენო არც გაიხადო ვაფშე გაიგედა. შანსი არ არის ვარ გათამაშებდა. მეუბნება მაგრამ სულად მეუთხარი მამაჩემის ზმაკაცები არის რომ მოსულები და ერთი შემიყვანე მოსწრები და შეგიყვანა. არა. მე ეს რა იყო ვინო დესპოტი იყო წააგეთ ხო? სპაიჩერის წავედი. ძალიან კარგი რა. გასრო ესე მოექცევი. სუპრა რა გაიშალა მე რომ მოშა სუპრა მამაჩემი დასვამი იყო და მითხრა შვილო ფეხბურთზე. აღარი ანუ. ჰოკეიზე. ჩემი ფეხბურთი დამთავრდა როგორ? აბა მე მქონდა 27 იანვარს მაგ დაბადების დღე და იმ დღეს იყო თამაში. შუშა 27 იანვარს. მართლა? კი, ნინოობას რა მაგარია. გოგოა? ბიჭია. ხო და ნინო არც მაგას არ დაარქვე. რატო ფეხბურთზე გოგო არ დადის? ეხა სექსისტური რაღაცა არ თქვა ბიჭო არ წამოხსდეს. არაფერი არ წამოხსდეს. არ წამოხსდეს. აპირებდი ეხა და მე გაგაჭერე. ბიჭო ფეხბურთზე დადისო და გოგო როგორ იქნება? აი მას ამბობდი. ხო ამბობდი მაგას. ვინ ამბობდა? აი ხო ამბობდი გადაგარჩილი. აი მტყვანს გაძვრე წამოწერი თორე დააც უნდა დაამთავრეს. შუაშია რა. ხო და გითხრა 27-ში. 6 წლის წუმრების სახში გაჩულდის. 6 წლის ბიჭი. წუმრების სახში ველოდებით და თამაშობ. ნუ მივიდე ხა რა გულში თამაში არ ვასახელებ გულს წელს იმიტომ რომ ყველა კარგი ადამიანია არაფერი ჩამოსვეს რა ნომერი მარჯვენა ფლანგზე დამაყენეს თან მოგუცაევო ტიპი ვიყავ ცოტა ვერ მქონდა როგორ აწია და პირველი 10 წუთში და 10 წუთში გამომცვალა ბიჭო აი კაცო ეს მაიგა დავდები და ბიჭებო წავედით ხე სახში მივედი შეთან მაგარი დალევა ჭამასთან და თანა ჩემი ფეხბურთი ამაჩემა მითხარ რომ არიარო კიდე კაი არ ვიარე რატო არ ვიარე ვითამაშები პრინციპში რა შენ მომისმინე ამ იმას არა ერთი წამი სერიოზულად გეუბნები მაგით რა ვცდილობ თვით დამკვიდრებას რომ ადამიანს რაღაცას რო ეტყვი მოგუცაევო რატო იყო 10 წუთი გათამაშებდა ვიზუალურად შეიდიოტო აი ხა მე გითხარ პლასტიკას იტყვი არა რა სამტკიცებ მაგითი ჩემი კლასელი იცი ვინ იყო ერთ ფეხზე იცი ვისთან ვისხეთ გიორგი ლორია მართლა დაურეკო გინდა კლასელი იყო და ერთ ფეხზე ვისხეთ მართლა იქნება გიორგი ლორია მიდი რა გეხვეწები და გიორგი მამარდაშვილი რა ფილმში ველურგული არა შვიჩუდი გოლი რო გაუშვეს ბიჭო მე ველაპარაკე ხო იცი და ქვირითაც დამალაპარაკა ეგ დღე დაევიწყე დიმა უშინდელზე არაფერი არ თქვა ჩემი ლივერპულის მეკარეს ვენაცვალე ჩემ ლორიას ვენაცვალე ლორია არის ლეგენდა გეფიცები რა მაგარი ბიჭია ისე აი თან იცი როგორი თემა კი და აი მამარდა ხო გაფრინდა მართლა ლივერპული და რაღაცა და ეხა გადავა და იქ კონკურენცია ექნება და ისე წყარად მშვიდად ახლა როცა ეს ყავსი გუგეშა არის მეკარეებში პრობლემა აღარ აქვს რა და თან ლორიას იმდენია გაკეთებული რომ რა ვიცი რა საერთოდ ეგ ხმაური რომ მეკარე ბიჭო კი და თან ისეთი მეკარეა ბიჭო ეხლა მამარდა ტანები როგორი აქვს ბიჭო ორივე თანამედროვე მეკარეები არის ი გუგეშას ავი ყველა ეს მეკარეები ყავს აღარ სერიოზული უბრალოდ რა მიტყდება არა და მეკარე რაღაც ისეთ თემა რა მიტყდება ეცი აი რო უყურებ ტოპ ჩემპიონატებს გეუბნები ბიჭო არიან გუნდები გრანდებს არ ვიძახ აი საკაიფო გუნდები საშუალო დონის აი რატო აი მაგალითად ეხა ეგ მოხვედრა ძნელია მოხვედრა ძნელია აი ბუტუზიზივაძის გუნდში ჰაიდენჰაიმში მეკარესთვის ზართულია ტრანსფერი ზოგადად როგორ ისა გიორგი როგორ არ უნდა იდგეს იქ აი მაგას გეუბნები ეგ არის ძალიან რთული მართლა იმიტომ რომ ეხა ლორია პრაიმში როცა იყო რა ეხაც მაგარგია კაცო მაგრამ პრაიმში როცა იყო რა თქმა უნდა შეეძლო ნებისმიერი ჩემპიონა მაგრამ მეკარის ტრანსფერი იცი რაც არის და ალისონში იმდენი ფული გადაიხადეს ბიჭო მაშინ
ნუ ცენტრალურ ფორვარდებში თამაში არ იხდიდნენ ვარსკვლავებში რა და ეხა ეგ მაგ ტიპის ფონზე იყიდეს წარმოიდგინე რამხელანდობა არის გიგი ჩვენი პროფესია ჩვენი პირველი მეორე მესამე აი დაბა გიტარა არ დავორდეს ბიჭო მომეაკა აქ დადია ეხა დავდო მომე ესპერანტო აუ ესპერანტო კი არა ეხა ამის გიტარა კაი გიტარა თორე დაგიშვებდი ეხა უკანა მხრიდან ოდრი ჰეპენდის მე ვაწყობ თავზე გლაბანს და მე ზევიდან აი ხო თუ რამე დამბურძგლავდა როგორ მინდა სწავლა გიტარი ისწავლე მე რა ვერ ვისწავლე რა ეგეც ის ვარ არის მათემატიკა გაშუაში იყო მე მქონდა რაღაცა გიტარა მცდელობები და უკანა მხრიდან აი კედი ჩვენი პროფესია ხო გავს ფეხბურთს მე ვაბსგავს მსახიობობა მიდი ერთი ჩაატყი და კოსმონავტობას გავს მიდი ჩაატყი კოსმონავტი არა იცი რა სცენა ძმაო ფეხბურთი მე ხა აი ულტრაფორს ყველა კი არ ქვია ოცნებების თეატრი თქვენი ოცნებები და მე რო ფინალებზე დავდიოდი ხო გეუბნები იქ აბსოლუტურად სხვა თემაა ეხა მე ბავშვობაში მე კავკასიურიც არც ისრე იმაში კულისებში მისდები სულ იმასთან რამას ხვიკვაძე იქ გოგი გეგეჭორი დონკიხოტის გადაღებები მან ვიზდებოდ იმათთან ერთად რეალებდი სულ ესე ჩემი მეგობრები იყო ჩემი შობილის არიან და ნოდარ გურაბანიძე არა ნოდარ გურაბანიძე ხა რავი ნოდარი და ხა ნოდარის შვილი კეთი და დეჩემის ნაცვლური არის კაცო და მან ვიზდებოდ წამე ვახუშტი კოტეტის შვილმა მასწავლა და გოგი გეგეჭორი ბილიარდის თამაში და პატარა რო იყო სვამად თავყებოდი ხანკო ჯოშხანა რო იყო ერთად ისვენებდა და სვამათთან დავდიოდი და სცენა რა აი ეხა რო პირველად რო ჩავედი ფინალზე ეს იყო 99-ში ამან ფრუკეთის ჩემპიონები და 2000-ში შეანგელოზო ბიზინა ბარათაშოვი ისეთ რაღაცები გამახსენა საერთოდ რო არ მახსოვდა ამას ის აქვს არ და 99-19-ის ფინალის მერე ანუ 19-2000 რა პარიზი და იქ რო ჩავედი იმდენად ვიყავი აქ მიჯაჭვული ამ მონიტორებს და პატარა ოთახში ჯდომას რომ მონიტორი რო ჩაირთო ორი მონიტორი იყო აქ სტატისტიკა იყო აქ თამაში და დაიწყო და და უბერა და ამას იქ არ ვიხდე ვიღა დეპეიჟი და ESPN და ესე მომარტყა და რა ხდება მაიცა მე ვთხარი და ბიჭო ტიპი რა გაგინა მე თავი აწიე თავიო და ესე ხო აწიე ეხა მანამდე ხო უყურებდი მაგრამ გათიშული ვიყავი ბიჭო თან ღია სივრცეში მაგარად გილავს ვიჯეკი ცენტში და ეს თავი რო აწიე და აი მე აქ ვერძე მეშ და მოხუთი ცოლქმარი ჰეინიკენის ლუდი ქონდა ჩემო პენსიონერი არც იცოდი სად იყო საკურატატორო ჯიხური ეგრე ახლოს იყო ღია ბიჭო ადამიანები გვერდზე მეждენ მეთქი ტრიბუნებს ეს არის ცალკე სივრცე მაგრამ გაყოფილი არა და იმათმა ისე ვერ ხედავთ ვი კარგად თუ ეს მონიტორი მათ მიუტრიალე ბიჭო შორი იყო რა ხო და ესენი უყურებდა თან ლუსი ამის ხავდა აი საოცარება იყო და ეს იყო თავი რო ავწიე და იქ ეს ჩემი თვალით რო ნახე უკვე ცოცხლად ეს ისა და ეხა ისეთ ფეხბურთელებს როცა უყურებ ეხა რონალდინი რო წარმოიდგინე ეხა რაფინალები ზიდანი ესენი და ტექნიკა აი იმიტომ ყვარა იმიტომ გიждები რა იმიტომ გიждები მესიზე თუნდაც რონალდოზე ამ მომტყუებელ ტიპებზე რა ეხა იბრაგიმოვიჩი ვაღიარებ ყველას მაგრამ მე მირჩევნია ამათ უყურო მოტყუება აი სპექტაკლია მართლა არის რა მსგავსელი არის რეჟისორი ფეხბურთელები არიან არტისტები საჯი არის ჩემთვის თეატრმცოდნე რეცენზიებს იქ არის ხო არის შეძმობას ვიცავ და ბაკალოვი ვინ არის ბაკალოვი ერთად არიან და კომენტატორს არ ვიტყვი ვინ არის კომენტატორს იგი დაუსხი ბიჭო ამას მარტო რო ისხავ შეგვიძლია დაევასა გიგის მაგრამ დაევასა არა სხვა შორის ძალიან კი მე ეს ძალიან მიყვარს ეს ვისკი ასე რომ მოდი ჩვენებს გაუმარჯოთ ვინც ეგ წარმატება მოგვიტანა მაგ ბიჭებს ყველას გაუმარჯოთ და წელებს და ყველას რა ვიცი რა კი ყველას დავდათ რა ბევრი დაგეწეროს ერთ ცოტა მოუსვა მიზეზი ქონოდეს მაგის საქართველოს ნაკრები დიდამ იცი რა იქნება აქ ამ გადაცემას ჩაეყაროს არა ეგ ბევრი დაგეწეროს ეგ ეხა ის დაიწერა და დარჩა ძმაო რა იცი რას ვერ ხვდები აი რა მახსოვს რაღაცა თქვა და იქიდან ბიჭო ნოდარიძე შეგიძლია დაწერო რომ ნოდარის დამარქმევ ფეხბურთელებს შენზე ეს რა კუჭა დავდივარ და შენზე იცი ვინ არის ქურდი ბიჭი ოვარი აი ეგ არის შენზე ეგ სიმღერა და ის ტაშკენტიდან მოდის ქარავანი შენ ხარ იმ ქარავანის ლიდერი ორთაჭალის ხომარბაზი რომარი აი ორთაჭალი შენ იქ დაგხვდება ქურდი ბიჭი ომარი ორთაჭალის ხომარბაზი რომარი რაღაცები არ ვიღერო შენ ხარ როგორ არა აგერე შეკლასა ცოტა ხანში მე გადავალთ ხუთი ფაქტი მაქვს მოძიებული ბარნაბა სრულწმენებთან როგორ ხარ არ ვიცი ხო და აი სპორტსმენებს მაინც ახლა ჩვენ სპორტის ხალხი ვართ და შენ უფრო სპირტის გახდი შენ გახდი უფრო ის რა ქვია დუქნილომო დიბა დუქნილო სად არის რომ დუქნილომო ხარება და გოგია დუქნილომო აუ ეხა ვიდეო კოლით ლურა რო ეხი რომელიც საათია ნეტა
აი ხა ამერიკაში ხო არ არის? კვიპროსში არ არის? ხო და რომელია? კეთყვი ახლა მაქსიმუმ 2 საათია რა. არ ხო, ეგრეა რა ვიდი. ნახე რა აქ მოწერილი, რამდენი წლის გახდი დამოვიზ და მეკითხავ. მაგას 27-ში აქვს დაბადებული. ესე იმდენად კარგად გამოიწვია. აი დავაწევი ისე, დავაწევი ხა და რეკოს რა. მიდი რა. შენ კლასელები იყო. აი ერთ ფეხს დავისხდი. ჩემი, აბა მიდი კლასი. ხო არ გავაფრთხილო მესმესით რამე არ თქვას. აბა უჭრიად მე რა მოძ. აგე? აი ხო. ლორი. ლაილაის წერთ გიგი კოსტუმრად. როგორ ახარ ბიჭო? დედამოზიში. წინასწარ იმიტომ გაგაფრთხილე მე და შენ ხანდახან რაღაცა ისეთ ხუმრობები გვაქვს ხოლმე და შენ ხარ გარყვნილი ის არ არის. აი გიჟი ნოდარი. Vamos ლორი. შენზე ლაპარაკობთ ეხლა და გაქეთ და გადიდეთ რო იცოდეთ მოუ კი ნახავ პარასკევს რო დაიდება. გეძინა ხო არ გეძინა ბიჭო? რა ჯიგარი ხარ რო აიღე მაგრამ გაახო. მოედნის ცენტრი დაგედახება ბეჭებზე მე. ხო. ეხა პირდაპირი გა? ხო არა წერთ ამას კაცო. რადგინა ის თქვი ამოწრით კაცო. არაფერს არ ამოწრით. იმაზე თქვი რა შეიძლება მეტი ცუდი. შენი ბურთი დინამოსი რო დაგჭა მაშინ. მე სად არის მე მაგ სახში დევს გამორჩეულ ადგილას მაო. კალათბურთში ხო მომიგე? 11 ეული თქვა უკვე. გიგი? კი, ერიკ კლაპტონი, ხულიო იგლესიასი. აუ რა ჯიგარი ხარ, კაია. სტივი ვანდერი კარში. კიდე ხა უთხრა ბურთზე რა თქვი უთხრა? ჯერა ლაპარაკი. კიდე ვიდია რა თქვი 11 ეული. მუსიკოსები გაუში. ორი ნამდია, სტივი ვანდერი კარში და რეი ჩარლზი თავდასხმაში. ამას ვერ გაუშვებ და არა, მე ვწყვეტ მაგას დღეს სამონტაჟოში და მაგას ჩავსვავ. დიმა და ლორი გაწირულები არიან. ლორი მანდვინარი ყველაზე მაგარი მომღერალი. იცი სახელი და გვარი. აუ ამათ არა. ამათ სიმღერა რა იცია. შეგენაცა. აუ ეს როგორ უნდა ჩამეწერა ნეტა. ვიდეო. კი, კაცო, აი სიმღერა ვიცი ჩვენ. ტექნიკასთან როგორ არის? მიდი ისუმღეროთ ისე. ისევ. აი ეს ერთი წამი გაგისწორდება. ეძღვნება გიორგი ლორიას. ბაბონოს. მიდი იმღერე. არ ვღერი ხარ? არ ვღერის. საქართველოა. ბრავო. აგინდა ლორი ცოტა ხასიათეს მოგიყვანეთ. მოიკითხე შენები ყველა. დიდი სიყვარული ძმაო. წარმატებები და 20-ში გელოდებით ერევაში ძმა. ეს? გნა ელი და ეხა უნდა მოვიგო ჩვენ ძმები კი არიან, მაგრამ არ გამოვა სხვანაირად. კაი, წავედი კაცო ის დაგვაწერინებს ბოლოს. შეკლასა. ლორი, მიდი, დავაი გენაცვალე. კოცნი, ოჯახს გიო. გენაცვალე, კოცნი, გაიხარე. აბა ჰე ლორი ჯიგარი ხარ, იცი მიდი. ხო არის ხა ღირსი უთხრა, რომ დარჩა ბურთი რა თქვა. არ უნდა და ნუ უნდაო, აი ესე თქვა. დიმამ თქვა ეგრე. არ უნდა და ნუ ბიჭო, უნდაო. არ ვიცი ხა ამას ტულ უნდა გადავადო, თორე თესლი ხარ თუ ვინა გამაგონია რა. აბა კომაბებს მიდი და იჭერცე. ეს გიჟია შეულები. კალიაში ბოლბოლებია. რაიპო მოხდა. ეხლა გადავიდეთ, შენ ხარ გაპობილი მუცელზე. ეხლა გადავიდეთ. რემსი ძახის ბიჭო. ეხლა გადავიდეთ ჯიმშენი მაგრამ მუშაობს. მაგრამ ამაზე უკვე აღარა გაუტროხარ. ჩემზეც მაგრამ შენ ილანდიოს მიაწაკი ბოლომდე ჩადი. მოდი, იცი რა, შავგვინო შალუბლების გავუში. აბა თუ ავაწყობთ რა. გიყვარს ხო ეგ სიმღერა? ეს მე ვიმღერე. თუ გინდა და მე რა შენ გადააგე. კაი, მიდი. რა უნდა გადა? შავგვინოში ალუბლები პანაობე. ექტუჩები დასალევად მენანება. ბილიკება ჩამოყრილი შენი თმები. ზასმიბლებს და ექსი ბრმავე მენატრება. შავგვინოში დიმასწავლები პანაობე. ვეღარ ხედავ ყელში რაღაც მეჩხირება. არ ვიცი და ვერ ვახველებ ვერ ვაცებინებ. თურმე წარმის ბეწვი მწდება. აუ რას ღერის ეს არ არის დადაგებ. შავგვინოში ალუბლები პანაობე. ვაიმე. ზანევა და მენანება. ბილიკება ჩამოყრილი შენი თმები. ზასმიბლებს და ექსი ბრმავე მენატრება.
ბრავო! ჯიგარი ხარ. ბიჭო, რა მაგრათა აწყე შაი. მაგარი მოშაირე. აუ, შენ მე მკითხე ამბერები ვიცი. მე სულ მეუბნები კიდევ ვიმეორებ. კოტა კუბანეიშვილს აჯობებს რომ გამოვიდეს. რა ბეწი გამეჩხირავ თუ რა თქვი ბიჭო. კეოსჩი. და ბეწვის მაგერად. აუ, ამას ამჭრა. ვინც ეს ამოჭრას, ის იყო სამშავებული ლობი. ბიჭო, ნარახი გაქვს ხო ისა? ვულკანიზაციაში რო ბაზარი მიდის. აბა თუ გაიხსენებთ რომელი? რომელი ვულკანი? არ ვახსოვ. როგორ არა, გეუსებ გაგახსენებთ 35 სანტიმეტრო. აუ, რავი და ეხლა მოვიყვანოთ გივი. ისე მაგარი იქნება. გივი სამხალა ქონდა 25, ხო? 35. რა წაიხოს და რავი, ეგრე იძახი. ძალიან დიდია წყო. ეხლა ძალიან. ესეც არ მოიწება. აი, ეხა იმაზე ნუ გადავართ, რა ქვია. ის ტინტობრასის სცენარისტი. ტინტობრას. აი, ეს არის სცენარისტი. ცოტა ბოდიში მაყურებ. ой, ეხლა გვიყურებს ოთარველაძე, რაღაც ხალხია აქა ბიჭო რა. ეხლა გადავიდეთ. პელე შემამტერს უყურა. დიმა, ის შენ არ მეკითხა. სრულწმენები გევასება. რა ბძანეთ? სრულწმენები, რიტუალები, რაღაცები არის. ბიჭო, რა, ეხლა რომ მოგატყორო, საერთოდ კიდია თქო, არა. რაღაცები არის რა, ეხლა რომ მარჯვენა ფეხი რაღაც უღეთ ბავშვები და. მე ბიაჩემისგან ხო, მეც დანის ხელში მიცემა არ და ესე რომ ბიჭო, იყო ეგ, ხო, ეხლა ნაგავი ღამე არ გაიტანო, ეგ არ ჯერა, იმიტომ რომ გამქონდა. დანა ესე არ უნდა დაადოთ, მარილის დაყრა. და ბიჭო, ისე გარდაიცვალა ცხოვრებული მე ბიაჩემი რომ სულ ნეუნებოდა დედაჩემს რომ ხამეო, კევსო, ნუღეჭავო, ძმის პატრონი ხარო და ბიჭო, არავინ არ კითხა რომ რა ნიშნავდა. რა ხარო? ძმის პატრონი ხარო და კევსო ნუღეჭავო, ისე გარდაიცვალა რომ არავინ არ კითხა რა ნიშნავდა ეგ. და არ გაინტერესებს, რა თქმა უნდა. ხო და დაგუგლება ღამეკევის ღე. ხამეკების ღეჭვა ძმის საღეჭი პატრონი. რეზინი ღამე. ღამე საღეჭი რეზინი დაგუგლებ. ChatGPT-ს დაუგუგლო? დაგუგლე ღამე საღეჭი რეზინი რას ნიშნავს? კიდე რაღაცა უნდა გითხრა, ეხლა მაინდა ის გამანები ეს დავიწოთ, აბა ეხლა პროვოკატორი. რა საკეთებ, რა მოიტანა? ბეისბოლისტი იყო ცნობილი weight box-ის მეცახელად ქათმის კაცი შეარქვეს. აი რა შეიძლება რატო შეარქვეს ქათმის კაცი რა? ქათამს ჭამდა რა. რაშნია რა? როგორ ან ეშინოდა, როგორ და რა ადგილას თამაშობდა? არა, ქათამს ჭამდა, ქათამი ევასებოდა ჭამდა რა, და როდის ჭამდა, რა შეიძლება იყოს? როდის ჭამდა და როდინობის კვირაში, რა ვიცი, ჭამდა რა ქათამს შეჭამდა. არა, ეგრე როგორ უნდა ჭამდე რომ ქათმის კაცი შეგარქვა. მე კატლეტის კაცს რატო არ მეძახია? კატლეტი გიყვა? აი მე მეტანიებს ვაკეთებ. კატლეტი. ეს არის გრინზის. აღარ ეთყობა დიმა. თუ გინდა გახსი ათლეტი, უნდა ჭამო ჭამო კატლეტი. გორის კატლეტი. ვიდი ქათმის კაცს თუ რა მოიგონეს რაღაცა სირო. კითხვა კი არა, უბრალოდ რო ხო და ჭამდა ქათამი უყარდა ჭამდა. რაღაცა ისე ადგილას თამაშობდა რა, ამ პიჩერი იყო. თამაშის წინ ჭამდა ქათამს. არ შეეძლო, არც ერთ სხვა. აკა ეგეთი სირთულებში არ მიდის ეს. რა არის შემდეგ რონალდოზე ბრაზილიელი კიჭა ლეგენდა. ეგეთი რამე პირველად გავიგე. ოღონდ მართლა გეუბნები რომ წინდებს არ იცვლიდა. ყარდა ბიჭო? ხო. და წარმოიდგინე ხე გასახდელში. რონალდო კიჭა რომელიც წარმატების ერთ-ერთ რეცეპტად ფიქრობდა რომ იყო ეს ფეგურთელებს ეგ აქვს ზოგი წვერს არის პარსავდა მახსოვს ზოგი ისა ეგ ფეგურთელებს სვერწმენები აქვთ მაგრამ ეს ნახსა ეხა წინდებს არ იცვლიდა და ყარდა ეგ რა ეხა საიდან მოიტანე ბიჭო არა რეცხავდა ალბათ და ისევ იმას იცავდა ალბათ შეჭემა მოიგებდა სერენა ვილიამსს წარი ვინ გასახდელში ვინ შევიდოდა ბიჭო მაგასთან ეგეც არ იცვლიდა ნასკებს წინდებს ხო თუ მოიგებდა მით უმეტეს არ რეცხავდა იმიტომ რომ წარმატებული რამდენია მოგებული ასე აუ რას ყარდა აზე ხარხალი ჩემიზო გოგირდი კონდე შერო სერენა მამა და დედა რო იჯდნენ ტრიბუნებზე და ფინალში აქეთ 7 მილიონი, აქეთ 10 მილიონი. და ესე რო ტუხაზე რო უყურებდნენ, ხო ისი? რა ქონდა იმას ეგეთი, ესენი რო გლიჯა ორი იმოდა. ეგ რატო გაგიკვირდა რომ შეიძლება? სადაც ეგ არის სადიპო, წყარო მაინტერესებს. უცხოური ვებგვერდები არის. ნუ გეშინი ახლა ახალი შემოვიტანოთ, შენ უსუნდე რონალდოს. ისე რა მუტანო, ხო ვერ წარმოიდგენ ხა რონალდოს თანაგუნდელი რო ხარ და უცე ფერზე რო სუნი ამბოსდის აი და ერთ ნომერში რო ალბათ მარტო იყო ნომერში, ალბათ. და მე ერთი მდახე ტიპი კალადბურთელი. შენ როდის გამოიცვალე ბოლოს იდები? ნახე კალადბურთელი ნახე უყურებდა გარყვნილ ფილმებს, აი ნახე როგორ თავანკარა ქართულად გარყვნილ ფილმებს უყურებდა. პოლი მეგობალ ბიძე ომებზე მკვლელობებს და პოლინოებს და კოგასოს ეგ ვიდეო. პოლინოებს აჭა მკვლელები ხოლმე. ეგ ხო არა შუაშია. ეს კალადბურთელი ვარ და კიდე გაქვს რამე? კი. ეგეთი კალადბურთელი შენ იცი მით უმეტეს კალადბურთელი შენ ხარ კალადბურთელი. თუ გამოვიცი. ისე დამაინტერესებს შენ თუ გაიკეთებ ეგეთ რამე რომ ჯეისონ ტერის აქვს გაკეთებული რომ მატჩის წინ აღამეს მეტოქის შორტებს იწმევდა რა ტრუსებს. რა ბაბა ეგრე იძინა. საიდან იწმევ ართვევდა პარავდა იმათ? არ ვიცი. ყიდულობდა. განშოქში ყიდულობდა. შენ მანჩესტერის ბექემს მოპარე? და რო იცნობდა რა?
არა, მანჩესტერი ბექებს ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა მეორის მაისური ქალს ჩააცვა და ეს ზუსტად ვიცი. გვარებს არ დავასახელებ. მოგე მერე გეტყვი კაცობრიობა. ხას ჩააცვა და შეუბერა. კი. მერე გეტყვი. ეგეც არ ამოვიდა. მაგას ვერ დავასახელებ ხა. ეგეც არ ამოვიდა. ნამდვილად ვერ დავასახელებ. ხო და მოიცა რა უკუდა. მოპარაო ისო შორტიო იყიდება შეიძლება. მე მეგონა იმის დაცვამი და იმას გადაედებოდა მე ის რაღაცა. ღამე დაიძინდა რომ მოეკო. ხო მე ნოტარ მე მოიგო. მოიკო. ძალიან სუსტი ხარ რა მაგერში. ძალიან სუსტი. ეს არის სამჯელო. შენ რა წუწმენები გაქვს? მე მაგალითად სრულწმენა მაქვს და თმაზე ესე სამჯერ უნდა გადავუშვა. და ხთმა ის ცხოვრებას არ გაიკეთებია, რატო იტყვია? პირველად გააკეთე ხა? რატო? იშტრიკინება ეს. კიდე რა წუწმენა? მეტი არაფერი, მე სიმართლის კაცი ვარ. მიიღება სულ. წითელზე გადასულ ხარ შუქრიშაზე? კი კაცო. მეტი არ გადახვიდე, თორე დაგარტყავს მანქანა პირდაპირ გეუბნები. რეპეტიციაზე მქონდა ჩვენთან რო იყო გახსოვს ბიჭო? თეატრალური სცენ. ნაშობოდენ იცი ძიმა? რო გადადიო ბიჭო ეგ ძალიან აბასი საფრთხე ადგილია. არა ის იყო ძალიან შევტრო ოპერასთან უნდა წავსულიყავით იქ უნდა გადავსულიყავით ყოველს გვეზარებოდა ბიჭო იყო კი მაგრამ ცუდი ადგილია ეგ. მიყავდი უკან აძილენიაში ბოდიში ხო აიღას კაცო. გაყურებინებდნენ ნახევარი საათი მანქანებს როგორ ხალხოსთან დამაგვიანდა ეგ ეხაც იყო ბოლოსაც იყო ხო ეხა კი. მანქანა როგორ ურტყავდა იმას და ყველაზე ერთ-ერთი ცუდი ადგილი კიდე ეგ იყო ტელევიზიასთან მეორე ახსე რომ მუშაობდა ალიო. გადავდიო. მან მინახავს შემიძლია ბიჭო ხავს არ ტყავდა მანქანები და მაინც გადადიოდნენ. ბიჭო ერთხელ სარკე გაგიჟდები რა. აუ როგორ ბიჭო დამეზარა რეპორტაჟი მქონდა და მეთქი მალე გადავიბენ სიგარეტი გამithოდა გიჟივით ვეწეოდ. გადავიბენ სარკე გამცხო აი აუ ისეთი პანიკა. მე მგონი თავზე გაქვს ხნოდარ შენ არ გახსოვს უბრალოდ. მე მგონი შენ უკარა შარავი ხმაო. შენ უნიკალური ხალხი ვარ ბიჭო აი ლეღვის ამბები რო იყო. რა ნახარში? ნახარში ლეგოს ნახარში. და ეგ კიდე მორჩა ყველა დაიწვა ბევრი ხალხი და კიდე ვიღაც მიიყვანეს და შენ რატო გააკეთეო და მე მაცივარს ჩავდიო ცივი წავიცვიო. აუ ეგეთი რამე არ გაიგე. ანუ ეხა ზამთარია და მიტომ ლაპარაკობ თორე კიდე ვიღაცა ისოს. კი ზაფხულზე გვეჭვენ. და ამას რო ლაპარაკობ რომ რა ცუდია ტელევიზიიდან ისინი პირიქით ისავდნენ. რა გახდა ეს რუჯი ბავშვობიდან შავი ვარ გრიმსი არ გამიკეთებია 15 წელი აფერდით პლუს ამას არ აღიღა პირდაპირ გეუბნები. ბავშვობიდან ეისახარ რა ქვია ჰესკი. ემილ ჰესკი. ლივერპულის შემტევი ცენტრი. არ უყვარს ლივერპულს ხო ერიტა სპეციალურად? ვინ ერიტას რატო იერტა ბიჭო რატო ხარ აფერი? იმიტომ რომ მანჩესტერი ხარ ყველა მიცე. ფაულერი მიყვარს და ჯერარდი. გარაზოს გითხოვს ეგეთი რამე. აი ხლა ვიძახი. ხო ის ბიჭო იმდას დამავიწყდა. ანდერლუნდა კაცი. პელე ყავდა რეპერი რა, სტუმრად. ხო. დამავიწყდა ბიჭო მეგონა რომ იყო იმის ფანი რა ქვია. ბიჭო რა ტიმა ვაფშე სხვა რაღაცები მალაპარაკა და ის მეორე ზის და ბანი და შეხედა ბოლო 10 წუთი მალაპარაკა რომ მანჩესტერი რაღაცები და ახო მანჩესტერი. ემა შეხედა პერეს და ეს ეგ გადავებია ნუ და თურმე ლივერპულის ფანი. ლივერპულის ფანი. არ ვიცოდი. ეგ არის არა იცოდა ჩატლახია სპეციალურად გა. შეგობას პიცავრ არ ვიცოდი არ იჯერებს უბრალოდ რა. გეგის სადღეგრძელობდა შავსვათ კიდევ ერთი. გეგი ვინ არის? გიგი ბიჭო ა გიგი ხო გეგიო და რავი. გეგი არა ის არ მითქვა. დაგიმარჯვეთ ბიჭო. ხო და წეგად არ დამამთავრებდი დინამოზეც დაგეწეროს ეხლა. კი დიდი სიამოვნებით. რა დაგეწეროსო? სიმღერა. მიზეზი ყოფილიყო დინამო. ვიზე და იმო რა დაპერა ის რამე შეირგეთ ჯერ. ეხა დინეთ კლუბზე ძნელია ნაკრებზე გავდივი. რატოა ძნელი კლუბზე ეხა. რო ეხა ჯგუფში შევიდეს რა არ დაწეს? არა. რო გაი კონფერენცი ლიგაზე. ნარიდან. და არის მაგის შანსი. არის. ხოშორ ძალიან არ მინდა რომ ბაზამ გადავიდე სხვაგან. მინდა რომ მან აუ ეგ თემები ავსია აი სპეკულაციებია სულ რაღაცა იქ კორპუსიდან გიყურებენ სიგარეტებს ხილ. არა ბიჭო ხოშორს მაკოპროშიდან მიყიდა მე ბიძა და არ ვიყიდე იმიტომ რომ მოვიდნენ ესე რომ აშენდა კორპუსი. დედას გეფიცები აქედან აი როგორც კომენტატორი უყურებს მატჩი ისე იყო რა და არ მინდა მე ეგ უკვე ცალკე სხვა პრობლემისკენ მიდივართ რა. უნდა ეკნათ ეგრე რომ ეპარქია ეს დედა ნაპირები რა. შეიძლება რა ეგ არ შეიძლება. არა ბაზა იცი რა უკვე ესე თემა ხო რა ბიჭო უყურე ხა ისტორია რა ისტორია ხო არსებობს რაღაცის ისტორია ის უნდა ცადოთ რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად კი რა თქმა უნდა აბა ეხა იქ გასაგებია რომ უემბლი დაანგრიეს და ახალი ააშენეს ის ყველაფერი მე არა იმ ადგილას ააშენეს მე და იგივე ხო ხო და მაგას გეუბნე ეს მე ტრადიციების მოყოლული ტიპი ვარ და იმიტომ ესეთი გონდა იმიტომ მიყვარს ეხა PSG-ს უყურებ ყვარას ხადრით პირდაპირ გეუბნები რა რონალდინიოს ხადრით უყურებდი მაშინ ხო მაგარია მაშინ და ეხლა ყვარას რა თქმა უნდა რა და თუ გაიყვანენ ბოდიში ვარ თუ გავთავ
გადავრთავ რა, მე სხვა ფეხბურთი უფრო სხვა ფეხბურთს უყურებ, ამას ვაღიარებ, ეხლა ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ეგრე ვაკეთებ რა. ნაპოლიზეც ეგრე ვარ, ეხლა გამოუყვა, ხო ის უყურებ მაინც. ნაპოლი. და რაღაცა შინაგან ბოროტულად მინდა რომ თან მინდა რომ არა რა, თან მაინც მე ის წლები ეხლა ნაპოლისე აი ეს პერიოდი ჩემთვის რაღაცა ჯერჯერობით გაცილებით უფრო ახლო არის მაინც ვიდრე ეხა ეს PSG-ს ამბავი რა. ამით უბრალოდ იმით ვიმშვიდებ თავს რომ ბევრ ფულს აიღებს, კაი ქალაშია, ლიგაზე ითამაშებს და ხო, და ლიგაზე თავის სათქმეს სიტყვის დარწმუნებული ვარ და ამით ვიმშვიდებ თავს თორე ეხა მერჩინა რომ იყოფილიყო. მიეცა იმ ჩემისას 6 მილიონი რა, თუ რაღაცა და ეხა მოყავს ვიღაცა ის მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელები და 7 მილიონზე უწყებს ლაპარაკს თავიდანვე ბიჭო. რა დააშავა ბიჭო ეგეთი? ან მისმა გარიმოსო ან ვიღაცამ რა გააკეთა ეგეთი რომ ესეთი ტიპი ესე დაუდგა რა რქები და ეხა ის ჩემტერს დაუდგა რქებით ბიჭო. 7 კინოსტუდია აქვს ჩემისას. ჩემპიონთა ლიგის სიმი გიტარით დაუკრათ აბა. ჩემპიონთა ლიგის სიმი გიტარით როგორ დაუკრათ? რა და ელემენტი რო ჯდება მიდი აბაწყობთ ეხლავე აბაწყობთ და აიცა მოგასმენინებ კაცო არა ეგ ჩაწერთ არ გინდა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი არ გინდა ჩემპიონი რაც გინდა ის დაუკარი ვიმღეროთ მოდი ერთ სიმღერა დავიმღეროთ ფინალის სიმღერა ვიმღეროთ და ეგ არის მაშინ გიტარის ფინალი რომელი ჩემპიონთა ლიგის დავამთავრეთ თქო და ფინალში და სიმღერა ვიმღეროთ არა ფარდა გავხსნათ პაკლონზე გავიდეთ ძმაო მაშინ ესეთი რა დავამთავრე თვარე და ვიარო პირველი ვიარო ჯელი ღამე და გუშები გადავიარო თვარე და ვიარო შემოვიარო ჯელი ღამე და გუშები გადავიარო ეს მე ვასე რა ხოდა გადავიარო სამყარი ვარსკვლავ მოკლე გვიდა თუ გძელი კაცო შეუბერე როცა ხარი მოყვებას ღამას როცა ღამე ვისურვებს ბილძილს მაშინ ვიწყებ უმიზეზო ფიქსამაოლო აი უმიზეზო არ ჩანს ბოლო ცხოვრება გარბის და ფიქრები მხოლოდ არ მინდა არა თვალებაც მიმართო სამოვალე დავიარო შემოვიარო კუჩები გადავიარო რა ჯიგარია დაუცხა გადავიარო მთელი ღამე და კუჩები გადავიარო ხოდა გადავიარო ჯიგარი ოქრო კაცი ხარ? ძალიან მიყვარხარ ხალხო და ძალიან ხარია ჩვენ. ეს ბიჭი აეროპორტიდან პირდაპირ ჩვენთან მოვიდა, რო იცოდეთ რა? ახერას ახასიათო იყო ბიჭო? ეგ იყო ჩათვალე პერსონაჟი რომელიც დარჩება ის. იგი ამდენჯერ ნოდარის ნომრისთვის ვისკი არ დაუსვენ, მაგრამ უყარხარეთ ყოლა. ბიჭო. მე ძალიან მიყვარს. მე დავიზარდეთ. ო, მე რა შარიკაძე გადაცემაში მოვიდა ჩვენთან იქ აეროპორტიდან აეროპორტზე გამახსდა შენ ჩათვალე რომ ჩამოხდნენ და ისვენე რაღაც მოვაწაი რა შარიკაძე რა შუაში ჩვენთან რომ მოვიდა გადაცემაში არა აეროპორტიდან მოსვლით აუ გაჩენ ემსაძე ქუთაისიდან ჩამოვიდა ისა კიდე რამდენიმეა ბევრს ვერ გაიხსენებ არა ისა წვნელი ბიჭო ლევან მაისაშვილი ვინა მიხი ჩხეტო ახა ამ ნემსაძე ვაფშე არ გითხრა ბიჭო ვიქრები კაცო ხო პრობლემა არ არისო და ცოტა ადრე მოვედი ქუთაისიდან ჩამო გავგიჟდი ტიპი დილით წამოვიდა ქუთაისიდან ეხა ეგ დასაფასებელია აი ანუ რას გეუბნები ხტები ეხა ეგ ჩვენში დასაფასებელი ელემენტარული რაღაცა არის რა ელემენტარული რაღაცა აი მე მაგალითად ეხა რავი ამასაც ხშირად ვუთქვია და ისედაც ამას რაც არის ის კიდე რომ თხოვე რა აი ბავშვს ვიქრე მივიდოსო არ არსებობს ბიჭო რა უფლება მაქვს მე რომ მაგაზე უარი ვთქვა თუ უბრალოდ ეხა ერთადერთი რასაც გეუბნებით რომ ბიჭებზე რომ თქოთ ხოლმე დროს და იმას გააჩნია ეხა ჩაკვემას ჩავიწერა არა ამას ყველა აკეთებს მაგრამ მეორედ მესამედ მეოთხედ არ გამოდის რა ეხა რაზმაკაციც არ უნდა იყოს და რა კაი ურთიერთობაც არ უნდა ქონდეს მე თუ ვინმეს რამე შეგიძლიებით მე ნებისმიერ რაღაც გინა ჩავწერ გინა მოვალ ინგლისურში ამზადებს ბავშვებს და დიდი პატივია ჩემთვის რომ ამის სურვილი არის ხოლმე ინგლისურში ესპერანტოში კიდე ფიზიკაში თვეში 100 ლარი არის დაკრებად შეიძლება ფიზიკაში ამიტომ იყო ფიზიკოსი სხვათა შორის ხო თვეში 100 ლარი არის ხო მაშინ რა გინდა შენ თორე არა კი და შენ ხავი პატარა გიყვარდა შენთან დადიოდა სახში კი სახში დადიოდა მე რა მაგარია აი რა მაგარი პატარა რა
მე ამას უდიდი კი არ ვიღავი შეჭება. ხო და მახსოვს რომ შენ გიყვარდა ის რაღაცა კარტოშკები კი არა რაღაცები იყო ფეხბურთელების კომუნისტების დროს და გიყვარდა და მამაჩემს უმამოს რომ აი ძალიან მაგრად ახსენე ბიჭო მომპარეს მართლა ბიჭო ისენის მამაჩემს რაღაც ნაკვეთი ქონდა და პატარა სახლივით იყო და იქ დავდოთო და მე წამოიღეო როცა გინდო და იქ ხო ის რა ხდებოდა შევე ტიპება შეერბინეს და რაც უნდათ ბიჭო შე კეპე სპორტები და რაღაცები ქონდა ნაგროვები ამოჭრილი ისენ და ერთი რაც დამჩა ჩიკაგო ბულზე ვაკეთებდი ალბომი ავიღე ესე ცარიელი ფურცლები იყო და ჭრიდი სასაც რამეს უპოვი და ვაწერპებდი და მაგ დღეს მათ შენახული წებ ხო ის ყვითელი წებები გამოციკიდა და ეს ხელით ნაკეთები ტიპი ამოჭრილი რაღაცები ახლა ჯორდანზე გიждდებოდი რა ახლა დღეისთვის ჩემთვის კი ლებრონ არის ყველაფერი კი არა ჯორდანი ჩემთვის ის სხვაგან არის რა მაინც რა ახლა კლასიკა ამას ყველას ვაღიარებთ მაგრამ ის კალათბურთი უფრო მომწონდა ვიდრე დღევანდელი მაინც ყოველი შემთხვევისთვის რა ამას ვამბობ მაინც ყოველი შემთხვევაში ისტორია გაიხსენე შენი ორდე ხო ეგ არ ვიცოდი მამაჩემი სულ მეუნებოდა რომ უთხარიო მაგიო და არასდროს არ მახსოვდა რომ ესე ბიჭო ეხა რაღაცა სეწორო სენტიმენტი მომაწვა ეხა და მართალი გითხრა დღემდე რომ ხდება ხალხი ქუჩა ეხა ამ ტერიტორიაზე ვართ ექსკორპოსში იყო კათარის გამგე დღემდე ბიჭო 8 ნოემბერს გარდაიცვალა მაშინ 2007-ში დარბევები და ის რო იყო ხო და მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ბიჭო აი ისენიც ესენიც ხო იცი აი ყველა დაპირისპირებული იცი ყველა იქ იყო რა გეგვარებდებს არ ვიძახი რა ხო და დღემდე რო ქუჩაში ხდებიან ტიპები და რა შვება აბა მაშინ ბიჭო და მე ჩემთვის იმდენად უსხო კითხვა არის ხა იმიტომ რომ იმდენი წელი გავიდა ბიჭო 2008-ში გარდაიცვალა კი ბევრი ხანი 2007-ში გარდაიცვალა ხა ამდენი წელი 20 ლამის და ხო და ისე მიგვიჭდა ეს ხალხი ისე განიცდის ბიჭო და ისე მიხარე ეხა შენს რომ მითხარი რომ რაღაცა კი მამაჩემს უმეუნებოდა რომ დიმას უთხარიო მამის ძალიან მიყვარდაო და თვითონ იყო ძალიან პატარა მე რო დავდიოდიო და ის უყვარდაო ერთხელ თან ნიშნებს ბიჭო უწერდა ტიპებს აი ისე არავით არ ხო ხტები და მოვიდა ვიღაცები და დიმას მამა რომელი დიმას ბიჭი მერაბის ბიჭი სად არის გეპესნა ვიდექ მაგ ვსწავლობდი გამოვიდა წამოდიო და ჟიგული ხო ყავ თქვენო და კი მეთქი და 4 წელი ახალი საბურავი ამოიღო ხო და მე დავიტოვე და რო გაიგო ამან ბიჭო ეს ტიპი ხო მაძებრინა ბიჭო სამეპოვა ვაფშე არ ვიცოდი გაგიჟდა ინახა მოკლა ბიჭო სახში არ მიშევდა ეგ თავი იყვენ ეგეთი ტიპები რა ბევრი იყო რა მაშინ ეს საბურავები და მე ვიღაცას ვაჩუქე, მანქანაზე არ დავაყენე, იმიტომ რომ დამეყენები და მოკლავდა. მე თან მე არ წავდა, თვითონ დადიოდა. ისო არაფერი არ გამოგვართავო, იგო რაღაცეებიო რა და ესო და აი ესე რა და აი მადლობა რომ დავაყენე. ხა და კაი ისტორია გაიხსენე. ამის და ხიძე რომ გადავდიოდი გაზეთიდან ზესუმზერით, მაშინ ვიდეოს ჩავწერეთ. აი ეგ რიტუალი არ მოვიწყდება და ეხლაც როცა არის დინამო არენაზე თამაში, მაგას ვაკეთებ ხოლმე. უბრალოდ დიდი უკანა ძალიან უკანა ვარ, მაშინ ავაჩვდე ხა მას ერთ დავდივარ ხოლმე რა. აბა გიგი ჯიგარი ხარ მადლობა ზმაო დაღლე ზაქაცური რომ მოხვედი და შენ რა შეგეძლო აგენ ზმაო ვისკი აბა რამე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენ პირველი ქართული ვისკი ჯიმშერთან გავატარეთ ჩვენ დღევანდელი დღე ირლანდიურ პაბში გთხოვთ გამოგვიწეროთ 20.000-ზე რო ავალთ, რა ვიცი, ნახოთ რა სიზმრს. აი, მოვიყვანოთ ეს და 100 კაც სიამოვნებით. 20, 23, ბაზარი არ არის. აჰა, 13 ფრავო. ძალიან დიდი. გიგის ვენაცვალე. ეს შენ მთელი გულდასულით, მოუ. ძალიან კარგია, თანახ შეფუთო მეფუთო რამე და ერთხელ მე გეგმავთ, მე როგორც ბოდიში ხელი მზე გამოგაწევ. ერთხელ გეგმავ, ეს მაგარია, თან რა. აცდი. ფოტო. ერთხელ დავგეგმავთ, ალბათ რო გამოთვლე. ალო. ვიდო და ყურადღება. ჩხუ და ჩხუ და ჩხი. ერთხელ შეიძლება ჯიმსტერს ვესტუმრო და იქ ჩავწეროთ იქ და ნახოთ რა ხდება. გავიპოთ იქ და ბევრი მაგრამ გავიპოთ. ბევრი ისკი სამოვა. შენ იქ გააცე. ხო, მანქანით არ იყოს მოგონა. არა, კაცო, ხალხს დავადაპარაკები და წაგვიყვანენ, წამოვიყვანენ რა. ეს არაფერს ვერ გამოდგება. თან მაგრასვავს, მანქანაზე ამას ვერ დასვავ. შენ კი არა, შენ ძმა უკრავ და ჯიგარი ხართო და თან კეთილი ხარ, გახთი უთხარი და ეს არაფერში არ წერია საერთოდ. მე მანქანა ავტომატიკაზე დავჯდები. ამით არა ციხო ავტომატიკაზე არა მე გასწავლი მექანიკაზე გითხარი გავარჯიშე მეთქი და არ გინდა და ესეც არ მოიჭრება ამის გასწავლი აღარ აქვს არც დაწახო არც ფასი დაგიждდება არაფერი ივარჩე მექანიკა პირველი მარცხენა მარჯვენა აი ეს არა მოიჭრება ვისი ამოვნებთ რა წავედით აბა ჰე აბა ხო შევტიეთ დიმას ცოტა ზედმეტრში გადავედი მე მგონი დღეს მაგრამ არა უშავს
პარასკევს გიყურეთ. აბა ლევანთან აკადემიურები ვიყავით და ფეხბურთზე გვინდოდა ლაპარაკი და ეხლა არტისტ კაცთან სხვანაირად იხსნები აი რა. დედა, გიგი მადლობა ჯიგარი. მადლობა ძალიან ჩვენ სტუმარი იყო ყველაზე კეთილი კაცი. გიგი დედამამაზიშვილი, რომელსაც ნოდარს უთხარო შენ ხარ გამختارები. ერთადერთი კაცი დედამამაზიშვილი. გაგიმარჯვებთ ყველას. გევანდელი ლაილაი ამოიწურა ეპიზოდი დასრულებულია გემშვიდობებით. კარგად. Adiós, hasta mañana.